უამრავი დაღუპული იქნებოდა. მტკვარში ვეძებდი დამხმარალ ცხოველებს და იქ ძბელები როგორც ჩანს ვიღაცას ყავდა და მან შემდეგ უბრალოდ გაუშვა. ძალიან ბევრმა დაინახა შავი პანტერა, რომელიც არ ყოლია. რამოდენიმე, ასე ვთქვათ, მეტრით გაცურვა მომეწია ღობის გვერდზე. წყალი იდგა, იქ ზებრები დარბოდნენ, შეშინებულები იყვნენ ამისაგან. ფანჯარაზე დათვიზის ბეჰემოტი, რომელიც მთა მოედანზე სეირნობდა და ის უნდა შემოგვეყვანა. მერე სროლებიც დაიწყო უკვე. ატოზრა, მინდა რომ მომიყვეთ ესე იგი, თუ აი რატომ მოხვედით მაშინ ზოოპარკში? არა, დიდი წვიმა, რადგან დიდი წვიმა იყო, ან ყოველთვის, როდესაც ან დიდი წვიმა, ან დიდი ქარი არის, ან რა ვიცი, რაღაცა ხდება ყოველთვის, მოვდივარ ხოლმე და საკუთარი თვალითაც დავწუნდე რა ხდება, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლები არიან ყოველთვის, აქ ვეტექიმი და დაცვის თანამშრომლები ყოველთვის არიან, მაინც რა თქმა უნდა, ყოველთვის ჯობია რომ საკუთარი თვალით დავწუნდე რა ხდება და როგორ ხდება. ამიტომ ყოველთვის, როდესაც ესეთი არა, მაგრამ როდესაც რაიმე გარკვეული ცუდი ამინდი არის, ყოველთვის მოვდივარ და ვნახულობ ხოლმე. ამ ღამესაც ესევე იყო. როცა მოვედი ჯერ არ იყო ესეთი კატასტროფული მდგომარეობა, მე ჩემი მეუღლე სახში არ ვიყავით და მე მოვედით, როდესაც ამ წვიმის შემდეგ მოვედით, რომ მენახა რა ხდებოდა აქ რა მდგომარეობა იყო. და რომ შემოვდივარ, შემხვდა ჩვენი ვეტექიმი ვანო ვარხვაშვილი, რომელსაც ვკითხები, რომ მშვიდობა იყო თუ არა. და მითხარით, კი ყველაფერი წესრიგში არის, პატარა წყალი დადგა ყველაზე ქვედა ნაწილში, სადაც გარეული ყორი და აფთრები ყავდა. და იქ ჩაუყარეს ხის სადგამები, რომლებსაც აზრიან ეს გოჭები და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. მაგრამ აი წავედი სანახავად, ჩავედი, რომ მენახა რა ხდებოდა, როგორი იყო, კიდე სხვა ადგილების დამეთვალიერებინა რა იქნებოდა, რომ ჩავედი, მანქანით მივედი. ესე იგი, შემოუარე წრე დავარტყი და მივედი მეორე მხრიდან. მანქანასთან ჩავედი, დავინახე, რომ თქვა, იქ აფთრების ველეში წყალი იდგა. მაგრამ აფთრებისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, იმიტომ რომ ტალახი და ლაფი ისედაც ძალიან უყვართ და პირიქით ძალიან ბედნიერად გრძნობდნენ თავს. და რომ დავწუნდი, რომ ყველაფერი მშვიდად იყო, ის გოჭებიც ამძვრალები იყვნენ, უკვე წყალი თავისუფლად დატყაპუნობდნენ გოჭების წყალში და როცა შემოვუტრიალდი და ამოვდიოდი კიბეებზე, კიბეებით იყო ჩასასვლელი ყველაზე დაბალ განყოფილებაზე, ამ დროს ერთ-ერთმა დაცვის თანამშრომელმა დამიძახა წყალი ჩანჩქერი, თვალს კარგად ვერ გავარკვიერას მეძახო და შემოვუტრიალდი, რამოდენიმე საფეხური ჩავიდნენ და ხედავ, რომ აფთრების ვოლიერში დიდი უზარმაზარ ჩანჩქერი გადმოვარდა და შემოვუტრიალდი, ჩემი მეუღლე მანქანაში მელოდებოდა, შემოვუტრიალდი და უკვე გზაზეც დამხვდა, უკვე მდინარე მოდიოდა საკმაოდ ახლოებით, წყალი მაგ პერიოდისთვის იყო მუხლებამდე. შევხვდი სასწრაფოდ მანქანაში და უკუსვლით დავძარი, დავინახე ამ დროს იყო ჩვენი ვეტექიმი, იქვე რამოდენიმე მეტრში იდგა, ეგ ჩაბღაუჭებული იყო გისოსებზე და ასე დავინახე, რომ წერო მოქონდა წყალს და ვიფიქრე, რომ შემეწოდა წერო თავისთავად და დაცე გადმოვედი მანქანიდან, მაშინ ჯერ დაახლოებით მუხლებამდე იყო წყალი, როგორც თქვი და ეს ჩავსვი უკან საბარგო განყოფილებაში, ეს ღია ტიპის პიკაპია იყო მანქანა, ჩავსვი საბარგო განყოფილებაში და უკვე მაგრამ კარების დახურვა უკვე ვეღარ შევძელი, წყალა მოგლიჯა კარები და გაივსო მანქანა წყლით და მოტორი ჩაქრა და შესაბამისად იქით გვერდზე კარების მეორე კარებიც აღარ იღებოდა, წყალი ძალიან დიდი ნაბორი დაწვებოდა, დიდი წნევი დაწვებოდა მანქანას და შესაბამისად მე ჩემი მეუღლეს უკვე მოგლეჯილი, ანუ მძღოლის მხრიდან გადმოვიყვანეთ. იქ იყო რკინის პატარა ბორდიური, რომელიც ყოფდა დამთვალიერებლებს ცხოველებისაგან, დამთვალიერებლები ვერ გადასულიყვნენ. ჯერ იმას ჩავებღაუჭეთ, შემდეგ გადავფოფხდით ამ ბორდიურზე და შემდეგ უკვე გისოსებს ჩავებღაუჭეთ და დავიწყეთ უკვე წამოსვლა დასაწყისაკენ, რომ გავსულიყავით და მაგრამ ბოლომდე ვერ მივახციეთ სადღაც. შემდეგ მივედით, კიდე იქ ჰქონდა ესეთი პატარა ცხოველების გასასეირნებელი ადგილი ჰქონდა, შემოღობილი იყო ისიც და ამ ღობემდე მივედით, უკვე მეტი ვეღარ შევძელით და იქ უკვე გავჩერდით, იქაც ღობეს ჩავებღაუჭეთ და ხედავთ, რომ ივსებოდა, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი იყო, რომ სახურავზე უნდა ამძვრალიყავით, იმიტომ შესასვლელი კარებამდე არ იყო შორი მანძილი დაახლოებით ალბათ 1-10 მეტრამდე იყო დარჩენილი, მაგრამ ვეღარ გავდიოდით, იმას ძალიან დიდი სისწრაფით მოდიოდა წყალი და იქ სხვადასხვა დონის სახურავი იყო პატარა, სადაც ეს გათბობის
ქვაბი იყო დამონტაჟებული შედარებით დაბალი იყო და სწორედ ამასთან ვიყავით ახლოს, იქ იყო პატარა სარკმელი, რომელიც ხელი ჩავამტრიეთ და ის გამოვიყენეთ აზრომისთვის და პირველ ეტაპზე, პირველ საფეხურზე აუცილებლად ჯერ ჩემი მეუღლე ავიყვანეთ, მეც ავფოფხდი. აი რო ავედი იქ მასე, მე იქაც ამოვიდა წყალი. და შემდეგ იყო კიდევ ერთი საფეხური, კიდევ ერთი დონის სახურავი და შემდეგ კიდევ ერთი დონის საფეხური. ანუ დავიწყეთ ამ მეორე დონის სახურავზე აძრომა და ეს ჩემი მეუღლე დავეხმარე რომ ამძვრალი იყო, ის აძვრა და უკვე ბეთონს დავიწყე იქ აძრობა. ნუ რაღაც პერიოდში ვიფიქრე რომ უბრალოდ ბეთონი ძალიან გამოსვლილი მქონდა და უკვე მაგრამ რაღაცა მომენტში, არ ვიცი როგორ ჩანს სტრესულ სიტუაციას აქვს ხოლმე ესეთი მდგომარეობა, როდესაც რაღაც აიდანღაც მოვიდა ენერგია, იმდენად რომ მე თავისუფლად შევწერი ამ მეორე დონეზე აძრომა სახურავის და გავიქეცით უკვე საწინააღმდეგო მიმართულებით, ანუ მაგრამ როდესაც მივედი იქაც წყალი დაგვდა. და ერთად და იქაც იწყებდა უკვე მატებას, ახლა ჩვენ მაშინ დაახლოებით ვიყავით 6 მეტრის სიმაღლეზე, მაგრამ იქაც იწყებდა უკვე მატებას, ამიტომ იძულებული გახდით შემდეგი კიდევ ერთი დონე იყო და პარაპეტი იყო კიდე სახურავის, იმ დონეზე ამძვრალიყავით და შემდეგ უკვე პარაპეტზე და ანუ პარაპეტზე როდესაც ვიდექით, დაახლოებით 1.15-20 სანტიმეტრში გაჩერდა წყალი ჩვენგან. მეუღლე შეშინებული იყო, ახლა არავინ არ ვიყავით ესეთი, რა ქვია. რა თქმა უნდა, სიტუაცია ძალიან რთული იყო, ბოლომდე მართალია დარწმუნებული არც ვიყავი, რომ შევძლებდით გამოსვლას და ერთადერთი, ასე ვთქვათ, мотиваცია მქონდა, რომ რამენაირად გადავშენილიყავით, რა განსაპირობელ რიგში, რა თქმა უნდა, დავხმარებოდი მეუღლეს, რომ გამიყვანა სამშვიდობოზე. ალბათ მეტი სხვა არაფერი და როდესაც უკვე ავედა მეორე რაც იყო უკვე გვესმოდა როდესაც აძვერით ამ მესამე დონეზე მაშინ უკვე დაიწყო ვიღაცა იჯდა მოპირდაპირე მხარეს ხეზე როგორც ჩანს და ყვიროდა რომ დათვები არიან გარეთ გამოსული და მე აქედან ვცდილობდი რომ დამეშვიდებინა რომ ვეუბნებოდი რომ სახიფათო არ არის რა ხან ემაზე ზიხარ ესენი არაფერს არ გერჩიან და ცოტა ხნის შემდეგ უკვე ისიც სახურავის დაიფარა და ესე პარაპეტზე ვიდექით დაახლოებით 2-3 საათის განმავლობაში. სანამ არ მოვიდა ჩვენი თანამშრომელი კოტე ფაგაძე. დახმარებოდით რომ გავიხედე უცებად მანქანები წამოიღო, სანამ იქაძრებოთ ესეც მინდა რომ გაიხსნა. ხა რას ხედავდით აი ეს ხედავდით, ეს იყო ნაკადი, ძალიან სწრაფი ნაკადი მოდიოდა, მოქონდა მორები, ერთმა მორმა ჩაგვიარა, ჩვენ შორის ჩაიარა. ჩემსა და ჩემ მეუღლეს შორის ჩაიარა. ნუ ეს უბრალოდ ალბათ გამართლება იყო, რომ არც ეს არ დაგვეჯახა თორე ასეთ შემთხვევაში მოგეთ საკო დიდი მორი იყო და ასევე მოქონდა უკვე მანქანები, რასაც ხედავდით და ბოლოს როდესაც სახურავზე ვიდექით, იქაც ჩვენ წინ ერთი მანქანა, ესეთი ნამდვილად ესეთი ძალიან საინტერესო სცენა იყო, სადაც მანქანა დაცურავდა, როგორც ჩანს იქ რაღაც გარკვეული ელექტრობასთან, წყალთან შეხების დროს მოკლედ ჩართვა ხდებოდა, ფარებს ანთებდა, თითქოს რაღაცას გვანიშნებდა, ესე ცურავდა მანქანა. ეს იყო ეს, რასაც ვახსოვდა და ნუ როდესაც წყალი გაჩერდა, მაშინ უკვე მივხვდი, რომ თქვა გადარჩენილები ვიყავით, შეიძლება დიდი ხანი ყოფილიყავით იქ, მაგრამ ფაქტიურად რომ წყალი აღარ მოიმატებდა, უკვე ცხადი იყო, წვიმაც აღარ მოდიოდა და წყლის დონეც გაჩერდა. ნუ ეს იყო ალბათ სადღაც 7-8 მეტრის ხმის წყალი იმ ადგილზე, სადაც ჩვენ ვიყავით. სადაც თქვენ იყავით, რამე ჩანდა გარშემო? არაფერი. გზა ჩანდა? გზა წინ რაღაც ხეები იყო, რომლებიც გვეფარებოდა და არაფერი არ ჩანდა. იყო წყალი დაფარული იყო. გზა გამოჩნდებოდა, მაგრამ გზა წყლის ქვეშ იყო ამ დროს. და ის მაღალი ნაწილი, რომელიც წყალქვეშ არ იყო, ის იქიდან არ ჩანდა. ასე რომ ჩვენ ვერ ხედავდით იქიდან ვინმე იყო მოსული თუ არ იყო. ჩვენ ხედავდით მხოლოდ და მხოლოდ წყალს. და ზაფხული იყო, გასენებად ხეები შეფოთლილები იყვნენ და ეს ფოთლების გვიშლიდა ხედავებაში. პრაქტიკულად არაფერი არ ჩანდა. სანამ ეს თქვა წყალი მოვარდება, თქვენ თუ მანამდე ნახეთ გულიკო და ბალკონი. მახო მისი მეუღლე ვნახე, გულიკო როგორც ჩანს თვითონ მაშინ ახალი გამოსული იყო საავადმყოფოდან, კარებთან შემხვდა მისი მეუღლე, რომელიც წყალი იყო შესული და იმას ხედავდა. და ვკითხე, მეთქი როგორ იყო საქმე, მეთქა რომ არაფერი ისეთი, უბრალოდ წყალი შევიდა, დასვარა ყველაფერი და ამაზე ბუზღუნებდა საწყალი და
მე გავაგრძელე გზა რომ ჩავსულიყავი მენახა და სამწუხაროდ ეს იყო ბოლოს როდესაც ვნახე მე უკან დაბრუნება ჩვენც ვეღარ შევძელით. გულიგომ დამირეკა, როდესაც წვიმა როდესაც იყო და მითხრა რომ მაშინ ჯიხვის ციგანი ყავდა და კიდევ ერთი ციგანი იყო, მითხრა რომ წყალი საკმაოდ დიდი წვიმა არისო და შიგნით შევიყვანო ამათო რომ არ დასველდესო და შეიყვანეს შიგნით. თუმცა ამას ეს იყო და შემდეგ უკვე ცოტა ხანში წვიმაც გადაიღო. ანუ რომ მოვედი, უკვე წვიმა გადაღებული იყო, ეს პატარა ცხოველები შეყვანილი იყვნენ შიგნით, ასე რომ თითქოს და ხიფათი არსაიდან აღარ ჩანდა, თითქოს ჩავლილი იყო, მაგრამ სამწუხაროდ ესე არ მოხდა. მომენტალურად მოხდა, ეხლა წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ფაქტიურად კარებში შეხვდა ამას ხალხობას, მანაც ვერ მოასწრო გამოსვლა. ისეთი სისწრაფით ხდებოდა, ეს მოხდა აი რამოდენიმე წუთი იყო სულ. ეს რასაც ყვები გაცილებით უფრო მეტი დრო დამჭირდა ალბათ მოყოლისთვის, ვიდრე ეს რეალურად ხდებოდა. ეტაპებად რო დავყოთ, თქვათ, პირველი ეტაპი ალბათ მაქსიმუმ 5 წუთი. როდესაც ღობემდე მივედით და ის პატარა სარკმელი, როდესაც ჩავამტვრიეთ, რომ ჩავბღაუჭებოდით, ალბათ 5 წუთი. მერეც დაახლოებით ესეთივე ტემპით მიდიოდა, იმიტომ რომ საკმაოდ რთული იყო გამესაზღვრა დრო, იმიტომ რომ იმ დროისთვის რაღაც შენელებულია თითქოს და მაგრამ გაცილებით უფრო დიდი ხანი დაგვჭირდა მერე, როდესაც იქ ვიდექით უკვე სველები მიუხედავად ზაფხული იყო, მაგრამ ეს დასვენებულ მდგომარეობაში სანამ ველოდებოდით, საბინდროდ ზაფხული იყო, თორე ალბათ უკვე სხვა პრობლემების ემატებოდა. მაინტერესებს როდესაც გეხარ აი ეს იმაში დაშემო წყალია უკვე და ფიქრობ რომ თქვა დამთავრდა ან არ ვიცი. ას გსწრაფ. მაგრამ პირველი რაც იყო რომ პირველი რასაც გრძნობდი რომ აი გადავრჩით. და ეხლა უბრალოდ გარკვეული გამძლეობა გვჭირდება რომ დაველოდოთ. შეიძლება თქვა იმ პარაპეტზე ჩამოждარიყავით ისე რომ ფეხები თქვა წყალში ქონოდა, რომელიც ზაფხული რახან იყო შესაძლებელი იყო. ნუ ჩემი მეუღლე საშუალად ეძახდა გარშემო. ნუ ფაქტიურად სიჩუმე იყო აბსოლუტურად. მხოლოდ ერთ-ერთი ადამიანმა რომელიც ზოოპარკის ტერიტორიაზევე, როგორც ჩანს, იმიტომ რომ მე იმ ადამიანს არ შევხვედრილ ვარ, ხეზე იყო ასული და იქიდან გამოგძახა, რომ და მანლაც გითხრა, რომ აი მაშველების გამოჩნდნენ უკვე, როდესაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, როდესაც ვიდექით იქიდან. მე როგორც ჩანს, პირველი ის გაცილებით უკეთეს ადგილზე მოხდა, რომელიც მალე ჩამოვიდა. შემდეგ ვინ იყო ეს ადამიანი, რა იყო, არ ვიცი. სხვა იქ აი იმ პერიოდში არავინ არ გვინახია. მაგრამ ეს ვიდექით და შემდეგ უკვე როდესაც უკვე მე სროლებიც დაიწყო უკვე. ამ სროლების დროს მე პარაპეტზე ვიყავი, როდესაც სროლები დაიწყო, იქიდან მანამდე ხო ეს დამავიწყდა, რომ შეგვეხმიანან ვიღაცეები, დაგვიძახეს, რომ რამდენი ხართ, ვინახართ, რაღაცები აქედან ჩვენ პასუხი გავეცით და გითხრეს, რომ მოვა მაშველი. ნუ იმის მერე დაახლოებით კიდე საკუთი დიდი დრო გავიდა ალბათ 1 საათი ალბათ მაინც ისევ არაფერი არ ჩანდა როგორც ჩანს მოდიოდნენ შემდეგ მოვიდნენ ისევ მაშველები მეორე მხრიდან გამოგძახეს და ნუ გამოსვლას ვერ ახერხებდნენ ჯერჯერობით იქამდე რომ მოსულიყვნენ და ახლა რასაც ვიძახოდი რომ იქნებ სასწრაფოდ გამომიყვანოთ რომ ვიცოდით უკვე მესმოდა რომ ცხოველები გამოსული იყვნენ და მაქსიმუმ შესაძლებელი იყო რომ თქვათ რაღაცნაირად აი ჩვენი უფრო აქტიური ყოველ შემთხვევაში მე ესე მეგონა რომ თქვათ მე უფრო აქტიურად ვიქნებოდი და არა ესე თქვათ გაჩხერილი რომელიღაცათაზე შევძლებდი ვიღაცების გადარჩენას. მაგრამ როდესაც გამოვედი უკვე ფაქტიურად ყველაფერი დამთავრებული იყო. და გამოვედი ჩვენი თანამშრომელი კოტე ფხაგაძე, როდესაც მოვიდა და ეს იყო ზებრების ვოლიერის გამყოფი იყო და ღობეს გამოყვა მოძებნეს გამოსასვლელი, ის სავსე იყო ჯერ კიდე წყლით ეს ვოლიერები, სახურავი, აი ეს ზედა ნაწილი მესამე დონე, რომელსაც ვამოვდით, ის გამოჩნდა და სწორედ აქედან შეგვეძლო უკვე რომ გამოსულიყავით თან ცოტა უფრო ფართო ადგილზე დამდგარიყავით მაინც იმიტომ რომ ეს პარაპეტის სიგანე დაახლოებით 20 სანტიმეტრია და საკმაოდ დამღლელი იყო როდესაც ამ ესეთი 20 სანტიმეტრის სიგანის პარაპეტზე დგახარ და შემდეგ უკვე კოტემ მოძებნეს გამოსავალი გამოყვნენ მაშველებიც მას
და ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა მეუღლე ჩავაბარე, ჩემი მეუღლეს დაეხმარენ გამოსვლაზე და შემდეგ ვებრაუჭებოდით იქ. ხეები არის დარგული, ნარგავები არის სამღობის გარშემო და ნარგავების და ღობაზე ჩაჭიდებით მოვახერხეთ, რომ ბოლოს დახმარებით, კოტესა და მაშველების დახმარებით მოვახერხეთ, რომ გამოვსულიყავით უკვე მშრალ ადგილას. და რომ გამოვედით გათენდა კიდევაც ეს. მე ვერ შევძელი რომ რაიმე მონაწილეობა მიმეღო იმის გამო რომ სწორედ აქ ვიყავი გაჩხერილი და უბრალოდ ფაქტურად გამოსვლა შეუძლებელი იყო. როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო სადღაც ალბათ პირველს ნახევარს გადაშორებული იყო, იმიტომ რომ ზუსტად მახსოვს რომ პირველის ნახევარი იყო, როდესაც მე შემოვედი ზოოპარკში. რა თქმა უნდა ემოცია იყო და რომ ფაქტიურად ეს შეიძლება ითქვას რომ უკვე ცხადი იყო, როდესაც იქ მოხდა რომ უამრავი დაღუპული იქნებოდა. მე გულისო ცხოველებს და გარდა ამისა თანაშრომლების ამბავიც არ ვიცოდი ამასთან დაკავშირებით. ნუ ეს ძალიან ძიმე იყო, რა თქმა უნდა. მაგრამ ერთადერთი არ ვიცი ხა რა სიტუაციაში როგორ შეიძლებოდა, მაგრამ ერთადერთი რამაც მაშინ ასე ვთქვათ მომცა საშუალება რომ ვთქვათ აი უბრალოდ მართლა სასწრაფეთას არ ვიცემოდ ისე იყო რომ აქტიური მოქმედება იყო საჭირო. და სწორედ ამ აქტიურმა მოქმედებამ იქ ბეჰემოტი იყო შემოსაყვანი აქ, ანუ აქტიურ მოქმედებას მოითხოვდა, სწორედ ამან მომცა საშუალება რომ ვთქვათ არ მიფიქრა იმ საშინელებაზე, რაც დაგვემართა, თუმცა იყო მომენტი, როდესაც ეს ძალიან მძიმედ მომაწვა. აი ესე რომ საკმაოდ ესეთი რთულ პირობებში, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდი და ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავი. როდესაც ვთქვათ მეუღლე უკვე სასწრაფოს დახმარების მანქანაში აიყვანეს, რაღაცა მომენტი იყო, როდესაც ასე ვთქვათ მარტო მომიწია ყოფნა და სწორედ ეს მომენტი იყო ძალიან ძიმე. ეს დრო, როდესაც თუმცა ეს დიდხანს ვერ გაგრძელდა, სწორედ იმიტომ რომ აქტიური მოქმედება იყო საჭირო და ანუ მოქმედებამ გადამარჩინა ის, რომ თქვათ რაღაც გარკვეულ ემოციებს არ აღვევი. პოზიტიური მომენტი, რომელიც მახსოვს, როდესაც წამოვედი უკვე შენობის სანახავად, აქ ჩემი ძაღლი იყო ოთახში დამწნეული, არ ვიცოდი ცოცხალი იყო თუ არა, როდესაც მანქანის სახურავზე ნახეთ გარაკულა, რომელიც ლომთან ერთად იყო და რომელიც გადარჩენილი იყო და მანქანის სახურავზე იყო და ჩვენ თანამშრომლები ზია შარაშიძის მეუღლემ გამოიყვანა. მე და ივა ვიყავით მაშინ და გამოიყვანა კარაკულა და შემოვიყვანეთ ოთახში. და როცა შემოვიყვანეთ, აქ შიგნით ეს ჩემი ძაღლი შეშინებული დარბის, პატარა იყო, ლეკვია, იყო ფანჯარაზე დათვიზის. აი ეს ტელეფონი არ ქონდა ამ მეუღლეს? კი, როგორ არა, ტელეფონი ქონდა, თუმცა ტელეფონი რო გამოგვეყენებინა, ალბათ ხელი უნდა გამეშვა დასაწყისში, თუმცა მე ძალიან მალე ეს ტელეფონი დასრულდა და გაფუჭდა. არა, სანამ ავიდოდით, მანამდე გაფუჭდა ტელეფონი. და მირეკავდნენ ვიღაცეები. ეს ანათებდა ტელეფონი, მაგრამ უკვე აღარ მოქმედებდა. ამ განათებას ჩაბღაუჭებული ვიყავით ღობეზე, ეს ტელეფონი რეკავს, მაგრამ ანათებს მხოლოდ და ვერც ვგებულობთ ვინ არის, უკვე ხვდები რომ ჩვენ გვეძებენ და მე ცოტა ხანში ეს ტელეფონი შეწყვიტა რეკვა, ესეც გაფუჭდა, გამოვიდა ჩემი ტელეფონის და ჩემი მეუღლეს ტელეფონის ორივე გამოვიდა ზღვიდან. ეს იყო მანამდე სანამ ჩვენ ასე ვთქვათ სახურავებზე ცოცვას დავიწყებდით. როდის იყო თანამშრომლები უკვე შემდეგ? დაღუპულ თანამშრომლები. ისინი უკვე საღამოს შუადღისთვის დაახლოებით, როდესაც უკვე შეძლეს რომ შესულიყვნენ. ისევ ივა სიხარულიძე ჩვენ ერთ-ერთი პირველი შევიდა, მაგრამ უკვე ერთ-ერთი არა, პირველი შევიდა, პირველი გადაძვრა, ну შევიდა რომ იქნებ რამე ყოფილიყო, მაგრამ არაფერი. ანუ ისინი დაღუპულები იყვნენ უკვე. როგორც ჩანს, ისინი ძალიან მალე მოხდა. ხო ვითართ, აი რამოდენიმე წუთში ეს წყალი შენობა მთლიანად წყლით იყო სავსე. რაც დავინახეთ, მაშინ, როდესაც გათენდა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ეს გახდათ ჩვენი ბეგი, ბეჰემოტი, რომელიც მითამოედანზე სეირნობდა და ის უნდა შემოგვეყვანა. გათენებიდან პირველი ქმედება სწორედ ეს იყო. ანუ პირველი რაც დავინახე გათენების შემდეგ გახდათ ბეჰემოტი. გარდა ამისა, სურათი არ წევთ, თქვა ტალახშია ყველაფერი, ჯოჯკშია ყველაფერი, წყალშია ყველაფერი, ხო რაღაცა სიურრეალისტური გარკვევა არ არის? არა, აბსოლუტურად.
და ის როგორც ვამბობთ ეს მანქანა როდესაც დაცურავდა და თქვა ფარებს ანათებდა, ეს ყველაფერი ესეთი კადრები მინახია ხოლმე ფილმებში და ზოგადად ეს სიტუაცია მთლიანად კატასტროფა ფილმებში ძალიან ხშირად არის ხოლმე. ასეთ შემთხვევაში ეს ყველაფერი რეალობაში მოხდა. და თავიდან ბოლომდე სურეალისტური იყო ყველაფერი ბეჰემოტის ჩათვლით, როცა ბეჰემოტი ქალაქში სეირნობდა. რამდენი ცხოველი დაიღუპა? 267 ცხოველი დაიღუპა. მათ შორის აქედან ნაწილი ისინი, რომლებიც შემდეგ გამოვიყვანეთ, მაგრამ გადარჩენა ვერ შევძელით მათი. სტრესი საკმაოდ მძიმეა, როგორც ადამიანების ცხოველებისთვის. თანამშრომელი? 3 თანამშრომელი დაიღუპა. სეკიაში რომელთაც ვერ მოასწრეს გამოსვლა. ალბათ მაშინ დაიღუპებოდნენ მეგონი წყალში შევარდებოდნენ. ხო, ალბათ ყოველ შემთხვევაში ისინი საერთოდ მეგონი რამ ოთახში ვერ ნახეს, იმიტომ რომ ვერც მოასწრეს რომ გამოსვლა მიუხედავად იმისა, რომ როგორც გითხარით, ერთ-ერთი თანამშრომელი მახო იდგა კარებში და ხვედავდა, ასუფთავებდა იქაურობას, მანაც ვერ მოასწრო გამოსვლა. იმდენად სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი. თქვენთვის სამაით ემოციურად თქვენთან რა დატოვა ამ სტიქია, მე რა ვიფიქრიათ ამაზე, პირადად თქვენთვის რა იყო ეს და რა ვიფიქრიათ ხო? ნუ ეს არის ყოველთვის რა თქმა უნდა მიფიქრია და ვფიქრობ და ალბათ ცხოვრების ბოლომდე გამყრების ყველაზე მძიმე წუთები რაც კი ცხოვრებაში მქონია. და არა მარტო წუთები, ეს იყო თქვა წუთები, თქვა რაღაცა მხოლოდ შეიძლება ის როცა წყალი მოდიოდა, მაგრამ აი მერე რაც მოყვა ეს ყველაფერი ნუ არაფრით ნაკლები არ იყო იმაზე ვიდრე წყალთან დაკავშირებით, რაც იმ პერიოდში ხდებოდა, ასე რომ ეს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. ანუ ეს არის ყველაზე მძიმე პერიოდი ჩემთვის და ერთადერთი მე არ ვიცი როგორ იქნებოდა საქმე რომ არ ყოფილიყო ესეთი ინტენსიური მოქმედების პერიოდი და მიწევდა ხან მაგალითად მტკვარში ვეძებდი დამრჩალ ცხოველებს და იქ მიწევდა გასვლა და ტოპვა და ხანსად ანუ ფაქტიურად 24 საათის განმავლობაში არა მარტო მე მთლიანად ზოოპარკის ყველა თანამშრომელი მობილიზებული იყო და 24 საათის განმავლობაში აქტიურად მოქმედებდნენ. ფაქტიურად არ უძინე არავის. ეს იყო და აი ეს არის ერთადერთი რაც იყო ისე იმაზე რომ აი ესეთი შემართება და არ ვიცი მეგონი არ გადავაჭერე რა თქვა რომ აი ნამდვილად გმირული საქციელი იყო ზოოპარკის ყველა თანამშრომლისაგან. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი იყო ცხოველების დახოცვა მაშინ? შესაძლებელს იყო თუ არა სხვა საშუალება? რამდენად სწორი იყო ცოტა რთული სათქმელია, იმიტომ რომ როდესაც თქვა ხეცი მოდის შენსკენ ეს ძალიან რთულია ასეთ შემთხვევაში ადამიანს თუ შესაბამისი გამოცდილება არ აქვს რაიმე ადეკვატური მოქმედება მოთხოვო, თუმცა მე მგონია რომ შესაძლებელი იყო. ყოველ შემთხვევაში ნაწილი ცხოველების მაინც შეიძლებოდა რომ ისინი არ დაუკვლიყვნენ. არა მტაცებელი ცხოველებიც იყვნენ მოკლული? არა. მხოლოდ მტაცებელი ცხოველები. ნუ ესეც ფაქტია რომ მიუთითებს იმას რომ ნუ არა მტაცებელი ცხოველები ძირითადად აი ბეჰემოტიც კი ნუ გადარჩა მისთვის არავის არ უსვრია. როგორც ჩანს ასეთ შემთხვევაში მაინც გაცილებით უფრო დიდ რისკებად თვლიდა მტაცებელი. ნუ შესაბამისად რაღაც რა თქმა უნდა რისკი იყო კიდევაც, თუმცა დამდგეს და კიდევაც დიახ. ეს ვფიქრ რამდენად ამოვარდა იდაცია დაყოლი ეგონა თუ როგორი იყო? ნუ მაგ საკოთ პირველი დღეს, როდესაც ეს ყველაფერი მოხდა და როდესაც დაიწყო ცხოველების გატანა, საკმაოდ დიდი გაურკვევლობა იყო. იმიტომ რომ რამოდენიმე ორგანიზაცია მუშაობდა აქ ეს ინფორმაცია კარგად არ მიდიოდა, ჩვენი ვეტაკიმები ყველაფრის გადამოწებას ვერ ასწრებდნენ და აღმოჩნდა ისე რომ ერთი და იგივე მკვდარი ცხოველი 2 დღის განმავლობაში აღირიცხა ორჯერ როგორც 2 ცხოველი, იმიტომ რომ პირველად როდესაც ნახეს მოკლული ვეფხვი, მოკლული თეთრი ვეფხვი იმ შენობაში, სადაც მე ეს ტრაგედია მოხდა, შესაბამისად გატანილი გვეკონა. და როდესაც მეორე ვეფხვი ნახეს, სანამ იდენტიფიკაციას მოასწრებდნენ, რომ ჩვენი ცხოველები აყვნენ სპეციალური ესე ტრანსპორტერები, ჩიპები ქონდა ჩადგმული და იდენტიფიკაცია ხდებოდა მართლა დისტანციურად არა, მაგრამ სკანერის უშუალო გადატანებით, როდესაც ჩვენი თანამშრომლები ვეტექიმით ესენ ჩავიდნენ, იქ რამოდენიმე ცხოველი იყო, მკვდარი ამოიტანეს ეს
ვეფხვი სანამ დანარჩენების ამოსატანად ჩავიდნენ ის ვეფხვი უკვე წაღებული იყო. აღმოჩნდა რომ ეს იყო ის ვეფხვი რომელიც 2 დღის წინ ნახეს, რომელიც ანუ ესეთი გაუგებრობა იყო, იმიტომ მართლაც ეს არაორდინალური სიტუაცია იყო და არ ვიცი ესეთ სიტუაციაში რა ყველაფერი შესაძლებელია. გარეთ ამდენი ცხოველი დაიჭირეს, დათვები დაიჭირეს ფერმონტი ხო? გარეთ ანუ აგეთში დაიჭირეს თუ სადაც? არა, ის არც ერთი ჩვენი არ იყო. არა, არც ერთი არ იყო. ეს დათვის ბელებით ისარგებლა, დათვის ბელები როგორც ჩანს ვიღაცას ყავდა და მან შემდეგ უბრალოდ გაუშვა. ესენი არც ერთი თბილისის ზოოპარკის გარეთ არც ერთი ცხოველი არ ყოფილა დაჭერილი. სიტუაცია ძალიან ბევრი ისეთი სიტუაცია, როდესაც ნებისმიერი ცხოველი ნებისმიერ ცხოველს უკვე შიშით უყურებდა ხალხი, თუმცა ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ თქვათ ის მაგალითად ძალიან ბევრმა დაინახა შავი პანტერა, რომელიც ალკოჰოლია. ერთმა კიდევაც აღწერა, რომ საიდანღაც რომელიღაცა სართულიდან გადმოხდა მის მანქანას დაახდა, გაიქცა, რომ შავი პანტერა ალკოჰოლია ყავდა. შავი აგუარი 2, რომლებიც ორივე დამრჩვალი იყვნენ ვოლიერში, დახურულ ვოლიერში ხო და ისინი ვერ გამოვიდნენ. გარდა ამისა ძალიან ბევრი იყო, როდესაც ჩვეულებრივმა კატამ გამოიწვია გარკვეული პანიკა ხალხში და სურათებს გვიგზავნიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სურათებზე ცხადი იყო, აბსოლუტურად იქ არაფერი არ იყო და ისიც ცხადი იყო, რომ ამ სიშორეზე ცხოველები ვერ წავიდოდნენ. ერთ-ერთი ყოველთვის, როდესაც სტიქიური უბედურება ხდება, ყოველთვის ცხოველი ცდილობს, რომ თავის ნაცნობ ადგილთან იყოს და მათთვის ნაცნობი ადგილი ზოოპარკი იყო, ასე რომ ისინი შორს არ წავიდოდნენ აქედან. ეს ცხადი იყო, თუმცა რა თქმა უნდა, ამის განცხადება შეუძლებელი იყო მაშინ, ამიტომ ჩვენც ესე ვამოწმებდით ყველა შემთხვევას და ვიგვიდეთ ცოცხლები იყავეს აზერბაიჯანში თუ არა, ესეც არის ჩვენ გავიგეთ ეს ყველაფერი, სამაგიეროდ იმის მერე არავინ აღარ დაგკავშირებია და ასე რომ არ ვიცით, ვერც მივაგდეთ, მიუხედავად იმისა, რომ თხოვეთ ჩვენ მეგობრებს ბაქოს ზოოპარკში რომ გაერკვეთ, ვერაფერი ვერ გაარკვიეს. არ ვიცით ეს ნამდვილი იყო თუ მოგონილი. ასევე იყო რომ თქვათ იქ გარდაბნის ჭალებში ნახეს კიდევ ერთი პინგვინი, იქაც ჩვენც კიდეც უამრავი ხალხი გვეხმარებოდა, ძალიან ბევრი ხალხი გვეხმარებოდა და ისინიც წავიდნენ კიდევაც იქ სანახავად და რა თქმა უნდა ვერაფერიც ვერ ნახეს. რამდენი თანამშრომელი იყო იმ ღამეს ზოოპარკში? თქვენ თქვენი მეუღლე მოხვით, გუბიკო იყო, მის მეუღლე იყო კიდე ერთი მომვლელი გივი, ვეტექიმი ვანო მარხვაშვილი და 4 დაცვის თანამშრომელი. მათ ასტრეს იქ მაღლა ავიდნენ. დაცვის თანამშრომლები კი, მათ ისედაც მათი ასე ვთქვათ ადგილი არის დასაწყისში, სადაც ისინი ჩერდებიან ხოლმე ზოოპარკის დასაწყისში, ასე შესაბამისად მათ მოასწრეს გასვლა. ვეტექიმი ჩვენთან ერთად იყო. ხო, სირბილი. ხო, ჩემგან ცოტა შორს იყო, მე ვხედავდი იმას, მაგრამ ისე ახლოს არ იყო, რომ თქვათ და ვერც მივდიოდით ერთმანეთთან, იმიტომ ვცდილობდით, რომ თქვათ არ მოსული იყო, არ მე მისულიყავი, მაგრამ შეუძლებელი იყო ამის გაკეთება და მან მოახერხა, რომ ესე ამძვრალიყო და გასულიყო იქითკენ დასაწყისში. ნუ პრინციპში ჩვენც მოახერხეთ ეს, ნუ გაცილებით უფრო გვიან ვიდრე ვანომ შეძლო. თქვენ პარამეტრები ჩამოხვედით და მე ფეხით გახვედით თუ როგორ იყო ამ როდესაც დამთავრდა ეს ესე ვთქვათ, როდესაც ნაშველები რომ მოვიდნენ. ანუ როგორ გახვედით მე? ამდენზე დაიკლო წყალმა რომ გახვედით. ნუ დაახლოებით 1 მეტრზე დაიკლო უკვე წყალმა. და მე საკმაოდ სწრაფად დაიწყო კლება. უკვე სახურავი გამოჩნდა, ნუ მთლიანად რო ავიღოთ, უკვე სახურავის ქვევით იყო წყალი, მაგრამ იქ იდგა წყალი. დაახლოებით 2 მეტრი დაკლებული ჰქონდა. ანუ 2 მეტრი დაიკლო მე. 2 მეტრი ჰქონდა დაკლებული, როდესაც გავედით. მაგრამ თვითონ ის ვოლიერი ჯერ კიდევ წყლით იყო სავსე, იმიტომ რომ როდესაც ის ღობეზე გადადიოდნენ, მე რამოდენიმე, ასე ვთქვათ, მეტრით გაცურვა მომიწია ღობის გვერდზე. მოგიწიათ? კი, მაინც გაცურვა მომიწია. მაგრამ იქ უკვე ნუ შესაძლებელი იყო. წყალი იდგა უკვე. წყალი იდგა, იქ ზებრები დარბოდნენ, შეშინებულები იყვნენ ამისაგან. ხმაური, არც უამრავი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ცხოველი. არა მარტო ცხოველი. არა, ზებრების ვოლიერი დატბორილი იყო, თუმცა იყო რაღაცა ადგილი, სადაც ზებრებმა შეძლეს თავის გადარჩენა. ხოლო ზებრა თავისთავად ძალიან ძლიერი ცხოველია და საკმაოდ კარგად ცურავს და შესაბამისად მარტოხაც პრობლემის გარეშე, მასაც ჰქონდა კუნძული, სადაც მან შეძლო, თანაც ასევე მარტოხაც კარგად ცურავს, ასევე ის სახედრები, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ, ისინიც ყველა გადარჩა. ანუ ზედა ვოლიერში რაც იყო, მიუხედავად იმისა, რომ დაიტბორა, იყო ადგილები, სადაც
ცხოველებს შეეძლოთ გაჩერებულიყვნენ და გადაერჩინათ თავი და ესეც მოიქცნენ ისინი.